სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აღსრულდა. ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა ჩვენს ეპარქიაში და ატენის სიონში. დაიდო ბინა. მინდა ვთქვა, რომ ეს მოვლენა უკვე ატენის სიონის ჩვენი ამ დიდებული ტაძრის მონასტრის ისტორიის ფურცელია. ეს ხატი შესრულებულია ატენის სიონის საკურთხევლის კონქში არსებული კედლის მხატვრობის მიხედვით, რომელზედაც გამოსახულია ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. ჩვენ არა გვაქვს დღეს შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად დავტკბეთ ატენის სიონის კედლის მხატვრობით, რამე თუ დაზიანებულია ის, მაგრამ თუნდაც ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, საკმარისია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ჩვენში სულიერი ამაღლება, გამოიწვიოს ჩვენში ზეცისაკენ მისწრაფება და სურვილი, რომ ჩვენი ლოცვა შეუერთდეს წმინდანთა ლოცვას, შეუერთდეს ჩვენი წინაპრების ლოცვას, რომელთაც აქ უშრომიად, ულოციად, გაუხარიათ თუ უგლოვიათ. რამე თუ ყოველივე ამის მომსწრეა ატენის სიონი, სიხარულისაც და მწუხარებისაც ქართველთერისა. და დედა ღვთისმშობელი, რომელიც არის ფარველი საქართველოსი, რამე თუ წილხვედრია საქართველოს დედა ღვთისმშობლის პირველი წილხვედრი. დედა ღვთისმშობელი არის ამავდროს ჭირისუფალი ყველა ადამიანის, ვინც მას მიმართავს რწმენითა და სასოებით და მოგრძალებით. და ეს ხატიც არის ჩვენი სასოების და ჩვენი იმედის და თაყვანისცემის ხატი და გვწამს, რომ ყველა მიახლებული ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან მიიღებს ნუგეს, შვებას, შემწეობას. თუ კი მიახლება რწმენით, სასოებითა და მოგრძალებით. ისე როგორც ჩვენი წინაპარი მოდიოდა ატენის სიონში საუკუნეების მანძილზე, მოდიოდნენ დიდებულები, მეფეები, თავადები, მოდიოდნენ მონაზვნები და სამღვდელოება, მოდიოდა ერის ადამიანი, ცდილობდა თავისი სავედრებელი
დაეტოვებინა ამ წმინდა ტაძრის კედელზე რამე თუ შემდგომ თაობებსაც წაეკითხა ეს ავედრებელი და ლოცვა აღევლინა წინაპრისათვის. აი ამგვარი სიწმინდე არის ეს დიდებული ტაძარი და ლოცვა და ვედრება არის ის საქმიანობა, რომელიც აქ მოსულმა და ცხოვრებმა ადამიანმა უნდა აღასრულოს. მოვა ის თაყვანის საცემად ამ სიწმინდისა თუ მოვა მხოლოდ დასათვალიერებლად, მანაც უნდა თავისი ვედრება დედა ღვთისმშობლის მიმართ წარმოსთქვას. აქ ცხოვრებმა კი უნდა იცხოვროს ისე, რომ ახსოვდეს, რომ დედა ღვთისმშობელი მის გვერდზეა, მათ თავზეა იმ მონაზვნებისა, ვინც აქ ცხოვრობენ და შრომობენ და ლოცულობენ. მინდა დავლოცო ატენის მონასტრის საძმო მამანი და ძმანი, დავლოცო აქ შრომელი ადამიანები, დავლოცო დედები, რომლებიც დიდი გულისხმიერებით წლების მანძილზე ამ ტაძარს ულიან თუ ეხმარებიან მამებს გვერდში უდგანა. მინდა დავლოცო ატენის და ატენის ხეობის ყველა მკვიდრი, რამე თუ ატენის სიონი არის მარგალიტი ამ ხეობისა, არა მხოლოდ ხეობისა, მთელი ქართლის, საქართველოსი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, ვინც ამ ხატის შექმნაში მონაწილეობდნენ. პირველ რიგში ოსტატი ბატონი მალხა შამანაური, რომელიც აქ ბრძანდება თავის ოჯახთან ერთად. გორის მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრები, დავლოცო ბატონები იოსებ წიქორიძე, რომელიც იყო და არის ალბათ ახლა შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ ხატ შეხვდა თავის ოჯახთან ერთად. ოლეგ აფენდიკოვი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ხატის შექმნაში. 10 წელი მიმდინარეობდა ხატის შექმნის პროცესი, მისი მოხატვა, მისი მოჭედვა. თვითონ ხატის შექმნის სურვილი კი კიდევ უფრო ადრეული არის. ის ოქონის ხატთან ერთად საწინამძღვრო ხატი, გორის მფარველი ხატი, რომელიც დაბრძანებულია ყოლაწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, აი იმ დროიდან დაიწყო მზადებაც და შემდგომ უკვე განხორციელებაც ამ ხატის შექმნისა და დღეს სიხარულისა გვაქვს ჩვენ. რამე თუ ხვდებით ჩვენს ზეციურ მფარველს, ყოლაწმინდა დედა ღვთისმშობელს და მწამს, რომ ეს ხატი მრავალს შეეწევა, მრავალს ანუგეშებს, სიხარულს მოგვრის და დაიცავს
ამ წმინდა ადგილს, რათა ჩვენმა შვილთა შვილებმაც თაყვანისცენ ჩვენი წინაპრების დანატოვარს და ადიდონ ღმერთი და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ სიხარულის დღეს.